Russia has also prepared for this meeting. ამ შეხვედრისთვის რუსეთის ემზადებოდა გუშინ ღამით მათ კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს უკრაინაზე. ძირითადად ჩვენი დედაქალაქის კიევის მიმართულებით. თავდასხმისთვის რუსული და ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენეს. ეს დრონები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. უკრაინელები ახლა ყოველ ღამით ასობით მსგავსი დრონის თავდასხმის წინაშე დგანან. ეს სუფთა ტერორიზმია. პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსული დრონები და რაკეტები. ეს ნიშნავს საჰაერო თავდასხმის გაძლიერებას, მეტ ინვესტიციას საჰაერო თავდასხმის სისტემებში და რა თქმა უნდა რაკეტებში. მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორს გაზარდონ ინვესტიციები. როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, ჩვენ არ უნდა გქონდეს დეფიციტი დრონების წარმოების დაფინანსებაში. დღევანდელ კონფერენციაზე 40-ზე მეტი ქვეყანა და ასობით კომპანიაა წარმოდგენილი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ წერტილს, სადაც უკრაინის საჰაერო თავდასხმისა და დრონების სექტორს მხარს დაუჭერს სწორედ 40-ზე მეტი ქვეყანა და ასობით კომპანია, არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან და მის მიღმა. Ukraine's recovery. უკრაინის აღდგენა მარტივი არ იქნება. ეს დაბრკოლებებით სავსე პროცესი იქნება, რომელიც ამავდროულად წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მოიტანს. იტალიელებს შესაძლოა ყველაზე უკეთესმით, რაზე ვსაუბრობ, რადგან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე 60-იანი წლების ეკონომიკური სასწაული ააშენა. მაშინაც კი ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი სირთულეების წინაშე მდგარი დაშლილი ერი იყო და მაინც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას. ჩვენ აღზრდებით მონდომებით, სიამაყით და შრომის მოყარეობით და ვიქეცით იმ ინდუსტრიულ ეკონომიკურ ძალად, რომელსაც დღეს ყველა იცნობს. სურს ვიფიქრო, რომ ეს კონფერენცია უკრაინის ეკონომიკური სასწავლის საწყისი წერტილი შეიძლება იყოს. ჩვენ ერთად ავაშენებთ ამ სასწაულს თქვენთვის, რადგან ყველა სკოლა, ყველა საავადმყოფო, ყველა სამრეკლო, რომელსაც ჩვენ აღვადგენთ, იქნება ჩვენივე ნაწილი ევროპის, ნაწილი, რომელსაც ისტორიას და ჩვენს შვილებს გადავცემთ. ძვირფასო ვოლოდიმირ, შემიძლია განვაცხადო მაკროფინანსური დახმარების სახით 1 მილიარდი ევროს გადმოცემის შესახებ. ასევე შემიძლია გამოვაცხადო უკრაინის ფონდიდან 3 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფა. უკრაინა მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების გზაზე. უკრაინა ახორციელებს რეფორმებს, ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან გაწევრების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ხოლო უკრაინა წინსვლას იმსახურებს. კომისია ძალიან ნათლად აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა გახსნას მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ. ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მილიონობით უკრაინელისთვის, ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ფერმერებისთვის, ნებისმიერი სოციალური ფენის უკრაინელისთვის, მათთვის მომავალს ორი დროშა აქვს, უკრაინის და ევროპის. ორი გზავნილი მაქვს, ერთი მოსკოვის და პრეზიდენტ პუტინის მიმართ. გზავნილი მარტივია, ჩვენ არ დავნებდებით. ჩემი მეორე გზავნილი ვაშინგტონს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეხება. დარჩით ჩვენთან, დარჩით ევროპელების მხარეს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ, ორივეს მსოფლიოში სტაბილური პოლიტიკური წყობა გვსურს. დარჩით ჩვენთან, ჩვენი საერთო ისტორიის ამ გვერდზე.